თემაზე, რაც კი ისტორიაში არსებობს. როგორი იყო ადოლფ ჰიტლერის წინასწარმეტყველება ომის დასრულების შემდგომ და როგორი იქნებოდა ევროპული ქვეყნების ბედი მისი სიკვდილიდან დაახლოებით 20-30 ან უფრო 50-60 წელიწადში. მეგობრებო, ეს თემა იმდენად დამუდადებულია, რომ ყოველთვის ამ ისტორიულ პერსონას აფასებენ მხოლოდ ერთი მხრივ და ზოგადად ჩემ ახსევ აქვს ისეთი ტენდენცია, რომ მე მიყვარს აბსოლუტურად 360 გრადუსით ადამიანის დანახვა და შესაბამისად ჩემს ახსევ ყოველთვის თქვენ მოისმენთ. ასო 80 გრადუსით შემოადრიალი ეს ჩემი ტელეფონი და მინდა ვილაპარაკო აი ამ ვიდეოზე რა. აი ვიცი ხო 5 საათის წინ აქ გამოქვეყნებულია ეს ვიდეო. მას აქვს ვერცხლისა ეს YouTube-ის ნიშანი. ქვეყნის გამომწერები ყავს. და ჰიტლერზე ვთქვათ რაღაც კაი კონტექსტში ლაპარაკობს კაცო. არ შეიძლება. რაც არ უნდა რაღაცა ბოდები ქონოდა იმას ვთქვათ წინასწარმეტყველებები ჭყალებში. ეს დადებით კონტექსტში არ შეიძლება ჰიტლერის ხსენება კაცო. არ შეიძლება. იმიტომ არ შეიძლება რომ რაც მაგან გააკეთა ხო ჰიტლერმა რომ აღარავის როცა უკვე გერმანიას ვეღარავის ასე ვთქვათ ბოდიში ამ გამოთქმაზე და ვეღარავის ვეღარ უტრაკებდნენ ხო დაერვნენ შვიდობიან ხალხს ევრეელებს რომლებიც იქ მეცნიერებისა და ვთქვათ ბიზნესისა და სიკეთის გარდა არც არ აკეთებდნენ ეს ხალხი კაცო მართლაც დაერვნენ მარტო იმის გამო რომ აი უპირველეს მსოფლიო ომში ხო ვეღარ ასე ვთქვათ ვეღარავის წინააღმდეგ ვერაფერს ვეღარ აკეთებდნენ და ვინ ავცემოთ ვინ მოუკლათ და მოდი აი ეს ებრაელები დავხოცოთ რა აი მარტო მაგის გამო აი რომ დაუფიქრდეთ რატო გააკეთეთ ეს მარტო მაგის გამო რომ აი მიემხროთ აი ეს შავბრელი ძალები ვინც იყვნენ მსოფლიოში ვთქვათ ვინც ადრე პაგრობებს აკეთებდა რა ისინი მაინც მიემხროთ რა უნდათ რომ აი საიდან ვიღაცის მიმართ მაინც გამოიყენებენ ეს იარაღი და ვიღაც მაინც მიემხროთ მსოფლიოში წარმოგიდგენიათ ანუ არ ამკითხე მე ამბები იყვნენ იქნება აი ისრაელს ხო ყავთ ისრაელის ხალხს ხო მტრები ყავ თვითონ არ იყვნენ გერმანია მაშინ მტერი არ იყო ისრაელის დიდი განსხვავება არ იყო თქვა გერმანელსა და ერთი მათი თვლებოდა იქ ვერც გაარჩევდნენ აი როგორც საქართველოშია ხო ვარავი საერთო ოჯახები გვარების რომ ზალაზდელი გასარკვევი რომელი იყო გერმანული ან რომელი არ იყვნენ მტრები რო არავინ ესე ვთქვათ ყველამ რო ასე ვთქვათ პირველ მსოფლიო ომში დამარცხდნენ ხო უბრალოდ მოინდომეს აი ვიღაცის მიმართ ასე ვთქვათ აგრესიის გამოხატვა რომ მსოფლიოში მხარდაჭერა მიეღოთ ანუ პირდაპირ ბოროტების გზას დაადგა ეს არის პირდაპირ ბოროტების გზა მეტერაფერი არაფერს სიკეთე არ გაუკეთებია გერმანელი ხალხისთვის ეგ იყო სიკეთე საბრძოლო ჯარში ესე არ არის რომ აი შემთხვევით მოყვა ამ ყველაფერს ეგ რა თქმა უნდა ზუსტად ისე მოხდებოდა ყველაფერი როგორც მოხდა ვინ აპატიებდა ეგეთ რაღაცას უტინო ვინ იყო რაიმდენ ტვინი არ აქონდა თუნდაც ებრაელი ხალხს თუნდაც მთელ მსოფლიოს რომ ეს აი სისულელი აღეკვეთა რა თქმა უნდა აკვეთავდა და აკვეთას კიდევაც
არ შეიძლება აი ესეთ იმას რა ქვია უაზრო ბოროტებაზე დააფუძნო რაღაცა და ის წარმატებული იყოს. ცოტა ხნით შეიძლება რა ჩაიდინო რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მაინც ესე არ არის თქვა ერთგვარ ადამიანზე არ არის ეს ბოლო ეს განგების ძალა იქამდე მიყვა. თქვენ რა გონიათ რა თვითონ მოიკლა მაგან თავი? მე ძალიან მეეჭვება. ეგ არ ჯდება ასე თქვა რეალობაში, იმიტომ რომ ცოტა ხნით ადრე კინოკადრებია, როცა გამოდის გიტლერი ეს მოფახბახებული და ბავშვებს პრაქტიკულად ხო, პატარა ბიჭებს აძლევს ხელში უმარტყოცნებს, აი ფაუსტ ვაზნები რო იყო. პანცერ რაღაცა ერქვა. იმებს აძლევს ხელში და აგულიანებს. ეგეთი ადამიანი, ეგეთი პოზიციის ადამიანი, ხო? ესეთი გათახსირებული ადამიანი. არადროს თავს არ მოიკლავს. ის ყოველთვის ისვრის რაღაცას მოწინააღმდეგე მხარეს. ყოველთვის თავს დაიცავს. ბავშვებს როცა აძლევს ეგეთ რაღაცას, ხო? იმ ბავშვებს სიკვდილისთვის წირავს პრაქტიკულად. ისინი შეიძლება დაენდოთ არ დაეხოცათ ომში. და იმათაც ამ კატეგორია ბავშვებს, ასე ვთქვათ, ასაკის ბავშვებსაც ომში უბიძგებდა. ეგეთი ადამიანი თავს მოკლეს, რა თქმა უნდა, მოკლეს და დაწვეს. თქვენ რა გონიათ რა დაწვავდნენ, ასე გმირი, ასე ვთქვათ, ასეთი რომ ჩაედინა რაღაცა კლეოპატრასებული რაღაცები, რომ ჩაედინა და ვთქვათ საკუთარი ხელით და რა თქმა უნდა არ დაწვავდნენ. წაიღებდნენ ევაკუაციას მოახდენდნენ გვამის. რაღაცაში ჩადებდნენ უცებ. ეკრემ მაგათ შხამებისა და იმების მეტი რა ქონდათ იქ რაღაც გაზებზე იმების შხამებს ამზადებდნენ გერმანელები. უცებ დააბალზამებდნენ სხეულს და გააპარებდნენ წაიყვანდნენ. რამდენი ვინმე წავიდა და გაიპარა და მაგას ვერ იმასკრავდნენ. რო გონიათ. დააწვეს. იმაში რაღაცაში ჩააგდეს ბუნკერში რაღაც მართლა ბუნკერში ჩააგდეს და ბენზინი დაუდეთ დაწვეს. ეგ ის არის დამტკიცებული ფაქტი. ესე იგი თვითონ მოკლეს. ამოვიდა წყალში თვითონაც ესო რა. ეს როგორ ხო უნდა მალე უნდა დაემთავრებინათ, უნდა ლიკვიდაცია გაეკეთებინათ მაგის. მანამდე ხოსცადეს მაგის ლიკვიდაცია რა ვერ მოახერხეს. აფეთქეს და მე უკვე პირდაპირ თვითონვე რა მოვდიო რა, მოვიცილოთ თავიდან რომ დამთავრდეს რომ როგორღაც გავიქცეთ აქედან რა. არ გვინდა რომ ეს სიგიჟე უყოს. ამოვიდა წყალში. და ეგეთ ადამიანზე ეს გამოყავს ის დადებითებად, რომ აი რაღაცა იწინასწარმეტყველა. იმ ემიგრანტებს ნუ შეუშვებ აქ ქვეყანაში. ის გემი რომ მივიდა იქ გავუხსნეს ის გემი გამოიქცეს. რა გინდა თუ შეუშვებ არ გაიხაროს იმ ადამიანმა რა გინდა კრენდილი ბულკი რომ ისე ბუბლიკი ადამიანს შეერს და ჭამოს ფათიფუთით და მე დადგე და დასცინო. როგორ ფათიფუთით დაჭამს. თუ აძლევს სიკეთეს თუ აკეთებ და თუ გუშევ შენ ქვეყანაში რათ იღებ ამ გადაწყვეტილებას არ გავიგე. ნუ მიიღებ ამ გადაწყვეტილებას თუ არ აწყობს შენ ქვეყანას ეგეთი რაღაცა და საზოგადოებას არ აწყობს, ნუ მიიღებ ამ გადაწყვეტილებას, ნუ შეგუშვებ იმ ხარს კაცო. ხო? მე ვიღას აბრალებდა მასე, ვერ გავიგე. ვისკენ იშორენ თიც ვერ გავიგე, აი ვისკენ იშორს, აი ანი ვიჭი ხო? ვისკენ იშორს თიც ვინა. თავის ქვეყანა, თავის სახელმწიფო და უშვებს, შენ ვინ კითხავს? ხო? ჩვენ მივხედოთ ჩვენ ქვეყანას. რაღაც მიზანი უნდა გქონდეს იმას რომ შემოუშვებ. ხო? მაშინ არ შემოუშვა. და თუ შემოუშვებ, ხო? მაშინ ის ადამიანია კაცო. ადამიანია ესე კი არ უნდა გავაკეთო, გაიგე რომ რო დაუპირისპირდებ, ისიც დაგიპირისპირდება, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი არსებობს. ხო? რა გინდა, ესე იგი
გძულდეს ერთმანეთი და ვჭამოთ ერთმანეთი თუ რა არის. უნდა დაჯდეს ყველა ასე ვთქვათ ადამიანურად ჩხუბით დაიმეებით კი არა ეს ყვირილით დაიმეებით სიგიჟით. უბრალოდ შეკითხვებიდან დაისვას რა მიზანს ემსახურებაა ეს ვთქვათ აი რომ უშვებ საკუთარ მოსახლეობას უნდა მაშინ უფრო პრიორიტეტი უნდა იყოს თავის სამშობლოში ეს ადამიანი ხო? თავის სამშობლოში და მეტი პრიორიტეტი აქვს ხო საკუთარ სახლზე, საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ სადაც გაიზარდა. მაშინ ის უზრუნველყავი ჯერ. თუ გაქვს ეს საშუალებები რომ სხვას უშვებ ხო? ესე იგი საკუთარი უზრუნველყოფილი ყავს. მივიდნენ კაცო ეს ჟურნალისტები ამოდლა ფულს რო იღებენ. ჟურნალისტურ საქმიანობაში. ნახო ნაბერთ იქ როგორია სოციალური დახმარება 4 თვეში 4 თვე რომ გავიდეს და მე რომ უნდა მისცე. და რომ აძლევ ისიც ისეთია რომ ძალიან მცირე რომ შიმშილით სანახილოდ შეერნა იყოს ადამიანი. ვის გაუგია ერთ თვეში 30 ლარი და 40 ლარი ერთ ადამიანზე. შენ რო შენ ადამიანი ჯერ შენი საზოგადოება უზრუნველყავი და მერე სხვა რაზეა საუბარი ქრისტიანები ქრისტიანული მორალი ნებისმიერი რელიგიური მორალი მაგისკენ მიგინიშნებს რომ მოწყალება უნდა გავიღოთ მაგრამ მოწყალება როცა გააქვს მაშინ გაიგო როცა არა გაქვს შენსაც დააკლო და სხვას ეს არის უბრალოდ დაჯერენ და ჟურნალისტებმა უნდა ითავონ ეგ საქმე. ამდენ ხელფასს რო იღებენ და უნდა დაფინანსება რო აქვს. დაუსვან შეკითხვა ჯერ საკუთარი ხალხი უზრუნველყავი. სოციალური დახმარებით, პენსიით, ხელფასით. ხელფასი კაი ხო კომერციულ ორგანიზაციებს და სახელმწიფო იმას მიეცი. ყველა იმას ესე კი არა მარტო ნაწილს დიდი ხელფასი და დანარჩენებს ცოტა. არა, ცოტა გაათანაბრე რა. ის დაბალი ქვემოთ ცოტას რომ იმას აუწია, იმას კი არ დააკლო. იმას აუწია ცოტა ესეთი. ცოტა გეომეტრიული იყავი. დიახ. მასმედიის საშუალებები და ჟურნალისტები. აი ვის უნდა მივმართოთ და ვინ არიან ასე ვთქვათ რომ მასხარად იგდებენ საზოგადოებას სინამდვილეში. დიახ. და არ შეიძლება ვთქვათ ჰიტლერის დადებით კონტექსტში ჩვენება. თან იძახის გამოიწერეთ ჩემი არქივი. მაშინ მე გეტყვით მე თქვენ. აი მაგ ვინც ახართ მაგის არხზე. გამომწერები ხო? აი ეგ პიროვნება, აი ჰიტლერის ის არის ასე ვთქვათ და 360 გრადუსით უნდა შემოატრალოს ჰიტლერი და სადღაც ჯიბეში ან სადღაც ფეხსაცმლის ძირში რაღაც დაუნახოს რომ კეთილი იყო. და ჭკვიანი იყო და ეს რა ქვია მისი აზრებით უნდა ვიხემძღვანელოთ თურმე. გაეწერეთ მაგიდან ჩაეწერეთ ჩემ არხზე. მაგაზე მოგიწოდებთ. კარგად.